Ёб твою мышь. Бах! Может вниз или что делать? Попал, сука. Что делать? Дрони. Ребята, это пизда. Ебать, кадр поймал. На самом деле страшно, ужасно. Да. Ой, да ну еще горит. Ამ რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, პეტერბურგელი რუსები მხოლოდ 3 ივნის მიხვდნენ, რომ ომი უკვე მათ ტერიტორიაზე გადავიდა. კრემლის დიქტატორის მშობლიურ ქალაქში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დილის 6 საათზე აფეთქებების ხმა გააღვიძებდათ, ფანჯრიდან კი შავ-კვამლში გახვალ ქალაქს და უკრაინულ დრონებს დაინახავდნენ. Вон он. Все, пошел. Бах! Блять! Еще один, на. Сука, даже в багаж нормально не сходить, просто дроны нахуй над головой. Ёб твою мышь. Может вниз или что делать? Что делать? Блядь, лишь бы в дом не прилететь. Блядь. На самом деле страшно, ужасно. Вот. В общем, все, что происходит, действительно происходит и происходит рядом с нами. უკრაინის საზღვრიდან 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარე პუტინის ქალაქში ათეულობი დრონი უპრობლემოდ მიფრინდა. სამიზნეს ამ შემთხვევაში პეტერბურგის ნავთობტერმინალს თითქმის ყველა მიაღწია. თანამგზავრიდან გადაღებულ ფოტოებში ზიანი კარგად აღქმადია. ნავთობტერმინალის 21 საცავიდან უმეტესობა დაზიანებულია. რუსეთის ეკონომიკისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება. სხვადასხვა გამოცემის ინფორმაციით, პეტერბურგის ნავთობტერმინალი რუსეთში ერთ-ერთი უმსხვილესი და ის ნავთობპროდუქტებით ბალტიის რეგიონს ამარაგებს. ეს იცოდნენ უკრაინელებმაც და სწორედ ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე შეახეს უკრაინული შორსმოქმედი სანქციები. Прямо жарко стало. Ты чувствуешь? ნავთობტერმინალის გარდა უკრაინული დრონების სამიზნე იყო პეტერბურგის სანაპიროზე კრონშტადტის პორტში რუსეთის ბალტიის ზღვის ფლოტის სარაკეტო კორვეტი ბოიკი, რომელიც 2025 წლიდან რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს უწევდა ესკორტირებას. თანამგზავრის ფოტოებით ისიც კარგად დაზიანდა. პორტში რემონტზე შეყვანილი კორვეტი შესაძლოა საერთოდ ვეღარ გამოიყენონ. ყოველ შემთხვევაში ამის ალბათობას რუსულ ტელეგრამ არხებზე უშვებენ. Нас ебало. ცალკე სანახაობა იყო პეტერბურგში. უკრაინული დრონების გამოჩენით დაბნეული რუსი მილიციელების ქმედებები, რომლებმაც კალაშნიკოვების საჩვენებელი გასროლა მოაწყვეს. პუტინის სნაიპერები კი იმით იყვნენ ბედნიერები, რომ უკრაინული დრონის ნავთობსაცავზე შეჯახების დაფიქსირება შეძლეს. Не сбили, сейчас по 5 бахнет. Ебать, кадр поймал. Да. Ой, да ну еще горит. Снял. Слушай, сними меня и потом видео. ლენინგრადის გუბერნატორს თუ დაეჯერება 60-მდე დრონი ჩამოაგდეს. ცოტაა, რადგან უკრაინელების მონაცემებით იმ დილით სამიზნეებისკენ 300-ზე მეტი გაფრინდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთში საჰაერო თავდაცვის სისტემები მოშლილია. დაცული კი არც ერთი ქალაქია. ამის კიდევ ერთხელ დემონსტრირება უკრაინელებმა იმ დღეს მოახდინეს, როცა პუტინის ქალაქში საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ეს განაცხადი არის, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არ დარჩა ადგილი, სადაც იგზრობენ თავს უსაფრთხოდ. უკრაინის შერეღებული ძალები ანადგურებენ როგორც სამხედრო ობიექტებს, ასევე ძირითად შემოსავალ რუსეთის ეკონომიკაში ნავთობს. ეს არის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ეს არის ნავთობის ტერმინალები. მით უმეტეს სანქტ-პეტერბურგში ტარდებოდა ეკონომიკური ფორუმი, სადაც ჩამოვიდნენ ინვესტორები და ის ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც დაინტერესებულები არიან რუსეთის ეკონომიკაში. მაგათ წვირწინ, როგორც თქვენ მოგეხსენებათ, მთელმა მსოფლიომ დაინახა სანქტ-პეტერბურგში განადგურდა ერთ-ერთი უდიდესი ნავთობის ტერმინალი. ანუ სანდოობა რუსეთის როგორც პარტნიორის, რომელიც შეძლებს შეასრულოს თავისი ვალდებულება ხელშეკრულების დადების შემდეგ კითხვის ქვეშ არის. პუტინის ეკონომიკურ ფორუმში უკრაინის დელეგაცია რა თქმა უნდა არ მონაწილეობდა, თუმცა სოციალურ ქსელში არაერთი იუმორისტული ქარდი გააკეთეს, რომ ეკონომიკურ ფორუმზე სპეციალური
სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული უკრაინის უპილოტო ძალების ხელმძღვანელი რობერტ ბროუდი, იგივე მადიარი, რომელიც ექსკლუზიურ ცეცხლოვან შოუს წარადგენდა. ასევე ხუმრობდნენ, რომ ფორუმის გახსნის დღეს პეტერბურგში აფეთქებები მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ პუტინმა ზელენსკისგან წინასწარ ნებართვა არ აიღო, ისე როგორც 9 მაისს. პუტინის ქალაქში ჩატარებულ ოპერაციაზე შექმნეს მუსიკალური კლიპებიც. Ждет Севастополь, ждет Камчатка, ждет Кронштадт. Верит и ждет земля родных своих ребят. Там за туманами, вечными пьяными, там за туманами жены их не спят. ხალხი იცინოდა პუტინის პროპაგანდისტები კი ბრას ვერ მალავდნენ, გაბრაზებულები კი საკუთარ ხელისუფალზე იყვნენ. Это, ребята, пиздец, это точка невозврата. მეგობრებო, ეს უკვე ის წერტილია, საიდანაც უკან დაბრუნება ძნელია, სულელებად ვთვლიან და ჩვენ უბრალო ხალხი ვითმეთ. სადამდე ვითმინოთ, რომელ ეკონომიკაზე სალაპარაკოთ შეიკრიბეთ, რეფორმებია საჭირო, ყველაფერი უნდა შეიცვალოს, უნდა დაიკეტოს და ჩვენ რა შეგვიძლია, არაფერი შეგვიძლია მხოლოდ ნავთობი, გაზი და ტყე გავყიდოთ. А что мы можем? Да нихуя. გასაბრაზებელი პროპაგანდისტებს კი ნამდვილად აქვს, რადგან როგორც ჩანს ისინი უკეთ აანალიზებენ, რომ ერთი კაცის ახირებების გამო რუსეთი სულ უფრო იფიტება და ღარიბდება. ომის მეხუთე წელს კი უკრაინა უფრო ძლიერი ჩანს, თან ისე რომ შეუძლია ოკუპანტ ქვეყანას საკუთარი წარმოების დრონებით და რაკეტებით დაარტყას. ალბათ იმასაც ხვდებიან, რომ პეტერბურგი რეპეტიცია იყო და შემდეგი სამიზნე დედაქალაქი მოსკოვი იქნება. ამ კვირაში უკრაინამ საკუთარი წარმოების ანტიბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოსცადა. პეტრიოტის ანალოგის მასიურ გამოყენებას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ. პარალელურად გრძელდება მუშაობა ბალისტიკურ რაკეტებზეც. წარმოებელი კომპანია Firepoint-ის მთავარი ინსტრუქტორი ღიად აცხადებს, რომ უკრაინული ბალისტიკის გამოცდა მოსკოვზე მოხდება. იმ სამიზნეებზე, რომელიც სამხედროებს უკვე განსაზღვრული აქვთ და ეს არც ისე შორი პერსპექტივაა. Для девятки, которая может долететь до Москвы. ცხრიანისთვის, რომელსაც შეუძლია მოსკოვში ფრენა, რომ ცენტრამდე ღირსეული სიჩქარე ჩაფრინდეს, ყველაფერი გვაქვს. ძრავის გარდა. ანუ ყველაფერი გვაქვს, მართვის სისტემა, კორპუსი, მართვის კორპუსი და სხვა დეტალები. არ გქონდა დაინსტალირებული და გამოცდილი ძრავი. ძრავს ჩვენ ამ თვეში გამოვცდით. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში დავიწყოთ უკვე სატესტო ფრენები. როგორც კი ჩატარდება სატესტო ფრენა და აჩვენებს, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობს, შემდეგი ფრენები იქნება უკვე მოსკოვში. მე ვფიქრობ, რომ ეს მოხდება ზაფხულში. მაქსიმუმ შემოდგომის დასაწყისში ჩვენ დავიწყებთ სატესტო ფრენებს მოსკოვზე. Начнем тестовый полет на Москву. ბევრი სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ ეს ზაფხული რუსეთ-უკრაინის ომში გარდამტეხი იქნება. შემოდგომამდე უკრაინა საკუთარი წარმოების ბალისტიკური რაკეტებიც ექნება, რომელსაც კრემლის დიქტატორისგან განსხვავებით არა მშვიდობიანი მოქალაქეების დასატერორებლად, არამედ ლოგიკური მიზნების გასანადგურებლად გამოიყენებს. მოსკოვში კი რამდენია ასეთი ალბათ ხვდებით. ომი ახალ ტექნოლოგიურ ფაზაში გადავიდა, სადაც უპირატესობა უკრაინის მხარესაა. ცირერიცხოვანმა არმიამ, რომლის დამარცხებაც კრემლის დიქტატორს 3 დღეში უნდა და 5 წელში ისეთი უნარები გამოიმუშავა, რომ ახლა გამოცდილებას ხვებს უზიარებს. უკრაინამ მსოფლიოს თანამედროვე ომზე წარმოდგენა შეუცვალა. სრულად მოახდინა ბრძოლის ვერლის ფორმირება და მსოფლიოს ახალი სამხედრო დოქტრინა შესთავაზა. ანუ ის სამხედრო დებულებები, რაც აქამდე არსებობდა, თუნდაც საბჭოთა კავშირის, ნატოს ძალების, ეს უკვე წავიდა წარსულში. მაგალითად, მოსახლეობისთვის, მოქალაქეებისთვის უფრო გასაგები იყო ეს ის ტაქტიკა და შეერაღება, რომელიც იყო ჩადებული უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებამდე, შეიძლება შევადაროთ, რომ დღეს ბრძოლის ველზე გავიყვანოთ ჯარისკაცი ცხენზე და ხმალით. დრონების დუელში უკრაინა ლიდერობს. ტექნოლოგიურად უკრაინა წარმოებელი ქვეყანა არის 2022 წლიდან. უკრაინა ცდილობდა, რომ შეესყიდა შეერაღება მეკავშირეებისგან. მაგრამ უკრაინა როგორც იარაღის წარმოებელი ქვეყანა აღადგინა თავისი რესურსები და დღეს 90% შეერაღება, ტექნოლოგიური შეერაღება, რაც შეეხება უპილოტო სისტემებს, თვითონ აწარმოებს, რომელიც გადის გამოცდაზე ბრძოლის ველზე და ძალიან დიდ შედეგებს დევს.
გარდაუვალი გამარჯვების შეგრძნება უკრაინის შეიარაღებული ძალების ყველა ოპერაციაში იგრძნობა. უკრაინელები უკვე თავად ხვდებიან, რომ მტერზე უპირატესობა აქვთ. რომ ამ წლების განმავლობაში შეძლეს და დაანგრიეს რუსეთის უძლეველობის მითი. ყველას დაანახეს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა შეუძლიათ, რომ რუსეთს სწრაფი გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ, არ გატყდებიან და არ დანებდებიან. სწორედ ამ უპირატესობითაა გაჯერებული ღია წერილი, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კრემლის დიქტატორს მიწერა. წერილში უკრაინის პრეზიდენტს არაერთი საინტერესო აქცენტი აქვს, თუმცა მთავარი შეთავაზება პუტინისთვის მის მიერ დაწყებული ომის დასრულება და მოლაპარაკების დაწყებაა. რასაც უნდა ამბობდეთ ნატოზე, გეოპოლიტიკასა და რუსულ ენაზე, ეს ომი თქვენი პირადი არჩევანია, ომი რეალური მიზეზის გარეშე. სწორედ ასე დაიმახსოვროს მას ისტორია. ნუ გეშინიათ ომიდან გასვლის. ეს არის მთავარი, რაც ახლა თქვენგან არის საჭირო. უკრაინა ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და შეინარჩუნებს კიდეც ნებისმიერი სხვა პროგნოზის მიუხედავად. ჩვენ გავაერთიანეთ მრავალი ქვეყანა მსოფლიოში უკრაინის დასაცავად და თქვენს წინააღმდეგ. ჩვენ ვიპოვეთ იარაღი და ფინანსები. ჩვენ ვიღებთ მხარდაჭერას, თქვენ კი სანქციებს. და ეს ასე გაგრძელდება მანამ, სანამ უკრაინისთვის სამართლიანობა არ მიიღწევა, რომელიც ჩვენ გვსურს და რომელიც მიღწევაც შესაძლებელია. ჩვენ არ მივცემთ წარმატების მიღწევის საშუალებას მათ, ვინც ცდილობს დაგარწმუნოთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საგრძნობლად შესუსტდება და უკრაინის მხარდაჭერა საგრძნობლად შემცირდება. უკრაინის მიმართ თქვენს პოზიციაში არსებული ცვლილებების გარეშე. ორბანის მაგალითი არჩევნებს თუ რა სირცხული დასრულებენ ისინი, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ომში რუსეთის დახმარებას ირჩევს. თუ თქვენ პირადად თქვენს ფიქრებში არ მიხვალთ იმაზრამდე, რომ დროა ეს ომი დასრულდეს, უკრაინა გააგრძელეს ბრძოლას თავისი არსებობისთვის. ჩვენ გვეყოლება ისინი, ვინც მხარს დაგვიჭერს, მაგრამ თქვენც მოგიწევთ გაცილებით მეტი ბრძოლა თქვენი არსებობისთვის, არა რუსეთის, არამედ თქვენი პირადი არსებობისთვის. და ეს არ არის მუქარა. ჩვენგან ან უკრაინელებისგან ეს რუსეთის ისტორიის ფაქტებია, რომლებიც თქვენ კარგად იცით. როდესაც რუსეთი იღლება, ცვლილებები ხდება. ჩვენ შეგვიძლია ვიმუშაოთ ასეთ დაღლილობაზე. თქვენ შეგიძლიათ შეაჩეროთ ეს ომი. კრემლის დიქტატორს კი როგორც ჩანს ომის დასრულება არ სურს. ის არიღებს უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას და ამბობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. პუტინის ახირების გამო, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, რუსეთის ეკონომიკა სულ უფრო მძიმე ვითარებაში ჩავარდება. ხალხი მეტად გაღარიბდება. შესაძლოა რუსეთის ელიტა ამას ჯერ ვერ ხვდება, მაგრამ მოსახლეობას უკვე არსებობისთვის უწევს ბრძოლა. ბევრ რეგიონში საწვავის და საკვების პრობლემებია, განსაკუთრებით ანექსირებულ ნახევარკუნძულზე. ყირიმში ბენზინ გასამართ ადგურებზე რამდენიმე კილომეტრიანი რიგებია, ერთ მომხმარებელზე კი მაქსიმუმ 20 ლიტრი გაიცემა. ისიც თუ გაუმართლათ. ბევრგან უკვე ტალონები დააბრუნეს, მაგრამ ისიც შეზღუდულად. Голодные игры начинаются. 3 часа прождала, тут написали, что сегодня бензина свободной продажи нет, только по талонам. По талонам, внимание, на заправке ТЭС 200 рублей за литр. Это как? Бензин невозможно вообще купить. То есть можно приобрести только по талонам. Туристы вообще не защищены, то есть у нас вообще нет возможности приобрести бензин. У человека закончился бензин, и он просто толкает машину. Интересно, он так до Лукойла будет толкать или что-то там придумает на мосту? Да, люди пересаживаются потихоньку на лошадей. ზოგიერთ რეგიონში გამოსავალი იპოვეს და ისეთ ტრანსპორტზე გადასხდნენ, რომელსაც საწვავი არ სჭირდება. ადგილობრივები ტელეგრამ არხებზე წერენ, რომ პუტინმა ისინი საბჭოთა პერიოდში კი არა, რამდენიმე საუკუნით უკან დახია. У него сзади написано «Газпром» на куртке. И он на коня пересел, потому что нету бензина. Капец, дожились, блин. Полный бак гуляет! ყირიმი დონბასის დამაკავშირებელი გზა ისევ უკრაინელების საჰაერო კონტროლქვეშაა. დრონები სამიზნეა ყველა მანქანა, რომელიც წინა ხაზის მომარაგებისთვის გამოიყენება. რუსებს უკრაინული დრონების მოტყუების მცდელობაც ჰქონდათ და გზებზე ტრანსპორტის მულაჟები დააყენეს, თუმცა ამან არ იმუშავა. Цих БПЛА кожен день запускається з легендарного Донецького аеропорту. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანამედროვე ტექნოლოგიებს წარმატებით იყენებენ ოკუპირებულ რეგიონებში. მაგალითად, ამ კვირაში უკრაინელმა სამხედროებმა საცეცხლე კონტროლზე აიყვანეს დონეცკის აეროპორტი, რომელიც ოკუპანტებს სამხედრო ლოგისტიკურ ჰაბად და შაჰიდის ტიპის დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების გაშვების ერთ-ერთ მთავარ პუნქტად ჰქონდათ გადაქცეული.
უკრაინელმა სამხედროებმა ასევე სრულ საცეცხლე კონტროლზე აიყვანეს დონეცკის ოლქის კიდევ ერთი ოკუპირებული ქალაქი ჰორლივკა. სამხედროები დრონებით დარტყმებს აყენებენ მოწინააღმდეგის ზურგში მდებარე ლოჯისტიკას. ყველაფერი, რაც დროებით ოკუპირებულ ჰორლივკაში შედის, შეტევების სამიზნე ხდება. წინა ხაზზე ყოფი რუსეთის ოკუპანტებს ლოჯისტიკის გარეშე ვერაფერს ვერ აწარმოებენ ამოცანების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე ტექნოლოგიურად უკრაინის უპილოტო სისტემები მთლიანად ანადგურებენ მოწინააღმდეგეს ლოჯისტიკას, რო წინა ხაზამდე ვერც ცოცხალი ძალა ვერ მივიდეს, მით უმეტეს ჯავშან ტექნიკაზე აქ საუბარი აღარც არის, არც ტყვია-წამალი მივიდეთ, არც კვება მივიდეთ. ანუ ლოჯისტიკა წინა ხაზიდან 100-150 კილომეტრში სრულ კონტროლის ქვეშ არის უკრაინის შეერთების ძალების მხრიდან. რა თქმა უნდა, არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ პუტინის საოკუპაციო ჯარი არაფერს აკეთებს. ისინიც მოქმედებენ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის დასატერორებლად. ფრონტზე განცდილი წარუმატებლობის კომპენსირებას საკვების საწყობების და ბავშვთა კვების ქარხნების აფეთქებებით ცდილობენ. ასევე ბომბავენ ბენზინ-გასამართ სადგურებს. На землю! Еще прилет. საცხოვრებელ სახლებს კიევსა და უკრაინის სხვადასხვა ქალაქებში. და საავადმყოფოებს. ასეთი ქმედებების გამო კი პუტინი და მისი მკვლელი არმია ომის კანონებს არღვევს. ამ კვირაში გაერომაც მოუწოდა შეწყვიტოს მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება. თუმცა უშედეგოდ. უკვე მსოფლიო აღიარებს, რომ პუტინი ომის დამნაშავეა, რომელიც აუცილებლად გასამართლდება საკუთარი ქმედებებისთვის.